გამოჩნდა ახალი შოკის მომგვრელი დეტალები სროლის შესახებ, რომელიც კიევში 18 აპრილს მოხდა. როდესაც შეიარაღებულმა პირმა ჯერ ქუჩაში გამრავლებზე გახსნა ცეცხლი, შემდეგ კი რამდენიმე ადამიანი სუპერმარკეტში მძელვად აიყვანა, რის შედეგადაც სპეციალურმა დანაყოფმა კორტმა ის გაანეიტრალა. და აი დღეს უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა იგორ კლიმენკომ ისაუბრა იმაზე, რომ მკვლელის ტელეფონი, რომელიც მისი ლიკვიდაციის შემდეგ ამოიღეს, მთავარი გასაღები აღმოჩნდა კიევის გოლოსიევსკის რაიონში 18 აპრილს მომხდარი ტერაქტის გასაგებად. რადგან გაირკვა, რომ სროლელი მთელი ამ დროის განმავლობაში სახლიდან დაწყებული ჩხუბიდან პირველ გასროლებამდე აუდიო ჩაანწერებს აკეთებდა. და ამ საუბრის მიხედვით სრულიად გასაგები გახდა, რატომ გახსნა მან ცეცხლი და რა გახდა მისი ესეთი არადეკვატური ქცევის მიზეზი. გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა დღეს ასევე წამოჭრა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და სენსიტიური საკითხი, რომელიც ამჟამად ბევრს აწუხებს. ეს არის ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ გაიქცნენ საპატრულო პოლიციელები კიევში სროლის ადგილიდან. და აი კლიმენკომ მოყვა, ვინ იყვნენ ეს საპატრულო პოლიციელები, რატომ მოიქცნენ ასე, როგორ უყურებს ამას თავად და რა მოხდება მომავალში საპატრულო პოლიციელებთან დაკავშირებით. კიდევ ერთი მომენტი, რომელიც ასევე აღსანიშნავია ამ გამოშვებაში, არის ის, რომ ამ ინციდენტმა, ამ ტერაქტმა კვლავ დააყენა ეს საკითხი დღის წესრიგში. ეს არის საკითხი სამოქალაქო პირებისთვის იერარქიალობის ნებართვაზე. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო მზად არის სამოქალაქო იერარქიის შესახებ კანონის მიღებისთვის. უკვე მომავალ კვირას უნდა დაიწყოს კონსულტაციები სახალხო დეპუტატებთან. ამის შესახებაც განაცხადა კლიმენკომ. მოკლედ, მოდით ახლა ყველაფერს თანმიმდევრულად განვიხილოთ და ვილაპარაკოთ. იტაკ, კოლელის ტელეფონი, რომელიც მისი ლიკვიდაციის შემდეგ ამოიღეს, მთავარი გასაღები აღმოჩნდა კიევის გოლოსეევის რაიონში 18 აპრილს მომხდარი ტერაქტის გასაგებად. რადგან სროლელი მთელი დროის განმავლობაში სახლიდან დაწყებული ჩხუბიდან პირველ გასროლებამდე აუდიო ჩანაწერს აკეთებდა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა იგორ კლიმენკომ განაცხადა. და აი მისი თქმით, მეზობლებს შორის ხანგრძლივი კონფლიქტი იყო. მესროლე მეხუთე სართულზე ცხოვრობდა და დიდი ხანია მტრობდა მე-6 სართულის მეზობელს. იმ დღეს მათ შორის ისევ მოხდა სკანდალი და ეს ბოლო იყო. პირველი გასროლები უკვე ქუჩაში გაისმა. კაცი სროლას ტრამატული პისტოლეტიდან ახორციელებდა, შემდეგ დაბრუნდა ბინაში, აიღო კარაბინი, თავის ბინას ცეცხლი წაუგიდა და ქუჩაში გამოვიდა. როცა გაონძიებლებმა ამ სროლის ტელეფონი ამოიღეს, ნახეს, რომ ის მთელი დროის განმავლობაში აუდიო ჩანაწერს აკეთებდა, ანუ დიქტოფონზე იწერდა. და როგორც თქვა კლიმენკომ, სწორედ ამან მისცა შესაძლებლობა წუთობრივად გაეგოთ რა ხდებოდა იქ. თუმცა იმის გაგება ზუსტად რას კარნახობდა ის, უკიდურესად რთულია. ჩანაწერში არის ფრაზების ნარევი, რომლებიც ერთ მთლიან ტექსტად არ ყალიბდება. ამიტომაც არსებობს კითხვები თავად მსროლელის ფსიქიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით. რას ისმის ამ ჩანაწერში? აუდიოზე რამდენიმე ადამიანის ხმა ისმის. ერთ მომენტში ერთ-ერთი ქალი ეუბნება მსროლოს. აჩვენე იარაღი. ის პასუხობს. მე არაფერი ამომილია, მაჩვენეთ, რომ იარავი ამოვიღე. კაცი, რომელიც შემდეგ მან მოკლა, ამბობს. შენ რაღაცას მიყვები, რაღაც სისულელეს. მე აქ რაღაცას ვაკეთებდი, ინიციატივა გამოვიჩინე, ხო და ჯამრთელად იყავი. მსროლელი აგძელებს ბუდბუდს რაღაც დირექტორზე. კლიმენკოს თქმით, ასე მეზობელი მე-6 სართულიდან ეძახდა მსროლას და ეს კაცს აღიზიანებდა. ანუ ზემოთ ყოფი მეზობელი მას დირექტორს ეძახდა. აი როგორც მინისტრმა განაცხადა, ეს იყო სიტყვების ისეთი ნაზავი, რომელსაც პრინციპში არანაირი აზრი არ ჰქონდა. ვიღაც დამცრეთაგანმა ვერ მოითმინა და კითხა, დისკი გაიჭედა? ამის შემდეგ მსროლელმა ცეცხლი გახსნა. აქაც მნიშვნელოვანი კითხვაა, საერთოდ რატომ იწერდა მსროლელი აუდიოს მეზობლებთან ჩხუბის დროს და რატომ გახსნა ამის შემდეგ ცეცხლი. და აი უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა კლიმენკომ ახსნა, რისთვის შეიძლებოდა ეს დასჭიროებოდა. ამ კაცს ადრე ჰქონდა სისხლის სამართლის საქმე 125 მუხლით. ეს არის მსუბუქის სხეულის დაზიანება. მაშინ საქმე დახურეს, რადგან მხარეები შერიგდნენ და ფაქტობრივად ნასამართლეობა არ ყოფილა. ამიტომ პოლიციას აქვს ვერსია, რომ სროლელი სავარაუდოდ სპეციალურად აწარმოებდა ამ ჩანაწერს. და როგორც თქვა კლიმენკომ, ციტატა, ანუ შეიძლება არც უფიქრია სროლა. ის იწევდა ამ სკანდალს, რომ შემდეგ სასამართლოში ან პოლიციაში არ დაედანაშაულებინათ, თითქოს ვიღაცას რამე უთხრა. მაგრამ მას დაარტყა, როგორც თავად ამბობს, ეს ჩანაწერზე ისმის. კარაბინი, რომლითაც ისროდა ვასილჩენკოვი, ეს მისი გვარია, კანონიერად იყო რეგისტრირებული. და 2025 წლის დეკემბერში, ანუ სულ ცოტა ხნის წინ, მან განაახლა იარაღის ტარების ნებართვა. ამისთვის მინისტრის თქმით, მან წარადგინა სამედიცინო ცნობა, მათ შორის ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის შესახებ კერძო კლინიკიდან. და აი კლიმენკომ აღნიშნა, რომ ცნობა ნამდვილია, არ არის ხალბი, მაგრამ არსებობს ეჭვი, რომ ამ კერძო კლინიკაში პაციენტი
სრულყოფილად გამოიკვლია ეს თუ არა. და ყველა დოკუმენტი უკვე ამოღებულია საქმის ფარგლებში. და კლიმენკო ამბობს, რომ ამ კერძო კლინიკასთან რა თქმა უნდა კითხვებია, იმიტომ რომ შეიძლებოდა უბრალოდ იცით ცნობა გამოეწერათ, ფული აეღოთ და მორჩა. და გაეგზავნათ, გადაეცათ ეს ცნობა სამართალდამცავ ორგანოებში, რომ მისთვის გაეხანგრძლივებინათ ის ნებართვა იარაღის დარებაზე. ეს ერთი მომენტია, სხვათა შორის, იარაღის დარების შესახებაც კლიმენკომ თავისი აზრი გამოთქვა. მან განაცხადა, რომ უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო მზად არის სამოქალაქო იარაღის შესახებ კანონის მიღებისთვის. ციტატა კლიმენკოსი. მე მინდა კანონის სამოქალაქო იარაღზე. იარაღის სახეობები, კარაბინები, ანუ სანადირო, ეს არის გლუნულიანი იარაღი, ხრახნილულიანი. ეს ყველაფერი უნდა კლასიფიცირდეს და ადამიანს უნდა გაიაროს სასწავლო კურსი, კერძოდ ამ იარაღთან უსაფრთხო მოპყრობის შესახებ. მინისტრმა დაამატა, რომ საუბარია მთელი სისტემის ცვლილებაზე, სისხლის სამართლის კანონმდებლობაში, თვითდაცვის განსაზღვრაზე, ტირებზე, იარაღის შესანახ ადგილებზე და ასე შემდეგ. ციტატა. ჩვენ ამისთვის მზად ვართ ამ დიალოგისთვის. გვინდა რომ ეს სისტემა არსებობდეს, რომ ხალხს კონდეს შეიარაღებული თვითდაცვის უფლება. და მთავარი ისაა, რომ ეს ადამიანი მომზადებული იყოს. შემდეგ კლიმენკომ დაამატა, რომ ეს საკითხი უკვე განიხილა სახალხო დეპუტატებთან და უკვე მომავალ კვირას დაიწყება კონსულტაციები. მინისტრმა აღნიშნა, რომ ისინი ჩატარდება საზოგადოების, ექსპერტებისა და ჟურნალისტების ჩართულობით და დაამატა, რომ ციტატა საჭიროა ყველა აზრის მოსმენა, რათა მივიდეთ ეფექტურ გადაწყვეტილებამდე. საინტერესოა ისიც, რომ როგორც ხედავთ, მხოლოდ ასეთი ტრაგედიების შემდეგ იარაღის დარების ნებართვაზე დისკუსიები კვლავ აქტუალური ხდება, კვლავ წამოიჭრება. მოდით ნახოთ, როგორ დასრულდება ეს ისტორია ამჯერად. კიდევ ერთი ასპექტი არსებობს, ეს არის კითხვა. ეს კითხვა ბევრ უკრაინელს აღაშფოთებს. საუბარია იმაზე, თუ როგორ მოიქცნენ ორი პოლიციელი, რომლებიც შემთხვევის ადგილზე იყვნენ. როგორც კადრებში ჩანს, ისინი უბრალოდ გაიქცნენ შემთხვევის ადგილიდან. ამ სიტუაციას ასევე გამოეხმაურა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი იგორ კლიმენკო. ახლა კი მოდით მის ციტატებს მოგიყვანთ. იგი განმარტავს, რომ ქალი იყო პატრულის თანამშრომელი, რადგან იქ იყო მამაკაცი და ქალი. ასე რომ ქალი პატრულის თანამშრომელი იმ ეკიპაჟიდან, რომელიც პირველმა მივიდა სროლის ადგილზე კიევის გოლოსეევის რაიონში, 18 რიცხვში ის შტაბში მუშაობდა. ანუ ასე ვთქვათ, ის იყო კაბინეტის თანამშრომელი. მამაკაცი კი 2024 წლიდან მსახურობდა. ეხლა სრულად მოვიყვან იგორ კლიმენკოს ციტატას. ქალი პატრულის თანამშრომელია 44 წლის, ეს იყო მისი პირველი მიღება პატრულის პოლიციის დეპარტამენტში. მან კონკურსი 2015 წელს გაიარა. და მამაკაცი პატრულის თანამშრომელია, ახლა მას 27 წელი აქვს. პოლიციაში 25 წლის ასაკში მივიდა. იმ დროს, როცა ის 25 წლის ასაკში მოდიოდა, მობილიზაციის ასაკი 27 წლიდან იყო. მან დაასრულა პატრულის პოლიციის აკადემია და სამსახურში მოვიდა 2024 წლის დასაწყისში. ქალი მუშაობდა შტაბში, პატრულის პოლიციის დეპარტამენტში. ეს საერთოდ არავის გამართლება. 10 წელიწადში რეაგირება შეიძლება ესწავლა. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ხელმძღვანელობას უნდა ესწავლებინა და მოემზადებინა მთელი პირადი შემადგენლობა ექსტრემალური სიტუაციებისთვის. იმიტომ რომ ხალხი არ ყოფნით. იმიტომ რომ ვიღაც ომშია. არაკომპლექტია. კიევში დიდი ეფექტია, 20%-ზე მეტი. ამიტომ შაბათ-კვირას შტაბის ოფიცრებსაც ამ მორიგეობებში აყენებდა. მინისტრის თქმით, პოლიციაში პირველი ზავი ხულიგნობის შესახებ იყო. გზაში ამ პოლიციელებმა გაიგეს, რომ იქ სროლა მიმდინარეობდა და დაჭრილებიც იყვნენ. ციტატა. ის, როგორც ისინი ამ მომენტში მოიქცნენ, დიდი სირცხვილია. ორი ზრდასრული ადამიანი, რომლებმაც ფიცი დადეს, რომ დაიცავდნენ, ამბიც ასფალტზე მჯდომარეს მარტო დატოვეს და თვითონ გაიქცნენ. მინიმუმ მათ პოზიცია მაინც უნდა დაიკავებინათ. და იარაღი საბრძოლო მზადყოფნაში მოეყვანათ. ყველა საშუალებით ეცადათ შეეჩერებინათ მსროლელი. საჭიროების შემთხვევაში კი დაუყოვნებლივ მოეხდინათ მისი ლიკვიდაცია. ამასთან შინაგან საქმეთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ორი პატრულის მიხედვით მთელ სისტემას ვერ შეაფასებენ. იმ მომენტში სწორედ ამ ორმა ადამიანმა გამოავლინა ფსიქოლოგიური სისუსტე. მან ასევე დაამატა, რომ სულ რამდენიმე წუთში ადგილზე სხვა ეკიპაჟებიც მივიდნენ. მაშინვე ეს ბიჭი გადაიყვანეს და თავის მანქანაში ჩასვეს. ანუ შემდეგ ყველა პროფესიონალურად მოქმედებდა, ამბობს კლიმენკო. ასევე სწრაფად და პროფესიონალურად მოქმედებდნენ კორდის ოფიცრები. მოლაპარაკებები 80 წუთს გაგრძელდა. მესროლე დადიოდა მაღაზიაში, არ რეაგირებდა, არადეკვატურ მდგომარეობაში იყო. როგორც მინისტრმა განაცხადა, ის უბრალოდ ისროდა, აღარ ემუქრებოდა, არავისთან საუბრობდა, უბრალოდ ბრმად ისროდა. და საბოლოოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცრაზმელებმა ეს მესროლე გაანეიტრალეს. მოგვიანებით პროკურატურამ დაადასტურა ინფორმაცია, რომ ამ მესროლეს სახელი ვასილჩენკო დმიტრი ვასილევიჩი. დაბადების თარიღი 21.04 წელი.
კაცი დაიბადა მოსკოვში, აქვს უკრაინის მოქალაქეობა. ადრე ცხოვრობდა ბახმუთში, დონეცკის ოლქში, შემდეგ კი კიევის გოლოსევსკის რაიონში. ახლა კი გამომძიებლებმა კიევში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობა ტერორისტულ აქტად დააკვალიფიცირეს, რომელმაც ადამიანების სიცოცხლე იმსხვერპლა. ამ ტერორისტის ხელიდან უკვე ოფიციალურად დაიღუპა 7 ადამიანი. დავტოვებ წერტილებს. თქვენი აზრი და დასკვნები დაწერეთ კომენტარებში ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ არხი, დააწექით ზარს და არ დაგავიწყდეთ ლაიკის დაჭერა. თუ გსურთ ამ YouTube არხის მუშაობის მხარდაჭერა, მადლიერი ვიქნებით თქვენი მხარდაჭერისთვის. ამის გაკეთება შეგიძლიათ ნებისმიერი დონატის ან ფასიანი სპონსორული გამოწერის საშუალებით, ბმულებითა და რეკვიზიტებით, რომლებიც მითითებულია ამ ვიდეოს აღწერაში. იქ ასე წერია: მხარი დაუჭირეთ ალექსეი პეჩიის არხს. აირჩიეთ თქვენთვის მოსახერხებელი ფორმატი, ან გადადით თქვენს ეკრანებზე მოცემული QR კოდის საშუალებით. ამით დასრულდა. იზრუნეთ საკუთარ თავზე. ყველას მშვიდობით.